მომავალი თაობის კუთხით. მათი რაოდენობის კუთხით რა სურათია ევროპის მსხვილ ქალაქებში. ეს არის ევროპული დედაქალაქების მიხედვით მუსლიმი მოსწავლეების პროცენტული მაჩვენებელი. მაგალითად 2025 წლის მონაცემებით ბრიუსელის ყველა სკოლის მოსწავლეთა 52%, ხალხო უბრალოდ დაუკვირდით, 52% არიან მუსლიმები. ამსტერდამის სკოლის მოსწავლეთა 53% არიან წარმოშობით მუსლიმები. ავსტრიის დედაქალაქი ვენას მოსწავლეთა 51% არიან მუსლიმები. ლონდონის სკოლის მოსწავლეთა 37.5% არიან მუსლიმები. სტოკჰოლმის 35%, პარიზის 9%, კოპენჰაგენის 28%, ბერლინის 23%, მადრიდის 14.5%, რომის 9%. ანუ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ 10 წელიწადში, 15 წელიწადში, ეს ხალხი კიდევ უფრო მეტი გახდება. იმიტომ რომ ევროპელი პენსიონერები სწავლენ და ეს სკოლის მოსწავლეები, რომლებიც უკვე ნახევარს წარმოადგენენ, მაგალითად ბრიუსელში, ამსტერდამში, ვენაში, ეს ხალხი, გახდება ბევრად უფრო მეტი. აქცია არაბული ქალაქების წინააღმდეგ, გაწევრიანდით ორგანიზატორთა რიგებში.